როგორ არის შესაძლებელი სულიერი ცნობიერების გაღვიძება და ტრანსფორმაცია, შინაგანი სიმშვიდის მოპოვება და პიროვნული განვითარება, სტრესის მართვა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მიღწევა, ურთიერთობის გაუმჯობესება და შინაგანი ძალის აღმოჩენა. რადიო იმედის ეთერშია ანზორ უდიშარიას ეზოთერული პოდკასტი შინაგანი ხმა. მოგესალმებით, შინაგანი ხმა ვკარნახობს იმას, რომ ძალიან მალე უკვე დადგება მზის დაბნელება 29 რიცხვში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად აი ამ დღის ენერგიების შესახვედრად. ყოველთვის მზის დაბნელება მოქმედებს შემდეგი პრინციპით, რომ წინა წლებში, განსაკუთრებით 2014-2015 წლის მოვლენები ხორციელდება, ანუ რაც დავთესეთ, რაც განვახორციელეთ იმ პერიოდში, აი სწორედ 2025-ში ამ ყველაფერს მოვიმკით. და ის მოქმედებები, რომელიც განხორციელებული იქნება ამ პერიოდის მანძილზე, შემდეგში ამ ყველაფერს ესე ვთქვათ ვიგემებთ, მოვიმკით, მივიღებთ ჩვენ ცხოვრებაში. საშიში, რა თქმა უნდა, ეს პერიოდი თავისთავად არ არის, თუ ჩვენ სწორად ვცხოვრობდით, სწორად ვახორციელებდით ჩვენს ბედის წერას და სამყაროსთან ჰარმონიულად ვურთიერთობდით. თუმცა ამ ყველაფრისთან მიუხედავად, ზოგადი ფონი მაინც ზემოქმედებას ახდენს ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, ხასიათზე, გარკვეული მიმართულებებით ეს ყველაზე მოქმედებს და გავლენას ახდენს. ამიტომ სიფრთხილე ყოველთვის მისაღები ფორმა არის, წინდახედულობა ყოველთვის მისაღები ფორმა, სიმშვიდე, არა აგრესიას, არა გამოვლენებას, არა ახალ საქმეებს და მიმართულებებს, იმიტომ რომ ეს პერიოდი რაც უფრო მშვიდეთ, სტაბილურად, ჰარმონიულად განვლებთ, მით უფრო მაღალი ალბათობა იქნება, რომ მომავალში შესაბამისად სწორ, ასე ვთქვათ, ცხოვრების სტილს მივიღებთ და მომავალში არ დაგვაზიანებს ის მოქმედებები, რასაც ეხლა განვახორციელებთ. ეს მზის დაბნელების შესახებ, რომელიც ესეთი ახლობელი და ახლოს არის ჩვენთან, რა თქმა უნდა, ყოველთვის დაბნელებების დერეფანი ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეული მიმართულებები შევცვალოთ, გარდაქმნათ, რაღაცები დავასრულოთ, რაღაცები წამოვიწყოთ და სამყაროში ეს ყველაფერი ჩავწეროთ, როგორც ჩვენი ახალი კოდი, ახალი მიმართულება. სწორედ ამიტომაც არის ხოლმე, რომ აი ეს პერიოდი აქტიურად მოითხოვს თქვენგან სულიერ განვითარებას, ზედაპირზე ამოაქვს ყველაფერი ის, რაც შემაწუხებელია, თქვენთვის ხელი შემშლელია, არასაჭიროა, იქნება ეს ემოციური მდგომარეობა, მოვლენები თქვენს ირგვლივ თუ ადამიანები, რომელიც განსაკუთრებული გამძაფრებული მდგომარეობით იბრძვიან იმისთვის, რომ გამოიწვიონ თქვენში სხვადასხვა ტიპის ემოციები, ამიტომ წინდახედულობა მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს უნდა მივაქციოთ ყურადღება, შემთხვევით არაფერი არ ხდება და თუ ამ ყველაფერს თქვენ სასარგებლოდ გამოიყენებთ და გარდაქმნით, მით უფრო წარმატებული და თავისუფალი იქნებით მომავალში. მე ვსაუბრობდი იმას, რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ასევე ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, სიზმრების სახით, ამიტომ აი ამ პერიოდში მიღებული მინიშნებები თუ ინფორმაცია კოსმოსიდან სიზმრების სახით ინფორმაციული დაშვება ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა იქნება თქვენს მომავალში, რის გამოსწორება თუ ცვლილება იქნება საჭირო, რას უნდა ერიდოთ, ან რა უნდა მიიღოთ. თქვენ სიზმრებს მიაქციეთ ყურადღება, თქვენს ქვეცნობიერს მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს თქვენ ხართ, თქვენს თავს როცა მოусმენთ, როცა შინაგანი ხმა იქნება მოსმენილი, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ერთი-ორი სიტყვით მზის დაბნელებასაც რო შევეხოთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ეზოთერიკა ამ ყველაფერს უყურებს, ეს არის მზე არის ჩვენი ცნობიერება, ჩვენი ფსიქიკა, შესაბამისად, როცა ბნელდება, ხდება ტრანსფორმაცია, გადატვირთვა ამ მდგომარეობის, ხოლო ეს დღეები რამოდენიმე დღე დაბნელების პერიოდისა ხელს უშლის სწორ აზროვნებას, ანალიტიკურ მსჯელობას, იმ ყველაფრის რეალურ აღქმას, რაც გარემოში ხდება, ეს გარკვეულად გავს ესეთ მდგომარეობას, როცა ჩვენი ცნობიერება, ჩვენი გონება ითიშება და თავიდან იწყებს, ასე ვთქვათ, გადატვირთულ, განახლებულ მდგომარეობაში მუშაობას და მოქმედებას.
ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ისეთი შესამჩნევი არ არის და ყველანი არ დავიძინებთ 29 მარტს და შემდეგ არ გავიღვიძებთ, მაგრამ ეს თავისთავად შემდეგი ეს 3 დღით ადრე, 3 დღით შემდეგ ან მთელი ერთი კვირის განმავლობაში ნელ-ნელა ეტაპობრივად ხორციელდება. ამიტომ საშიში ისე ვიმეორებ, არაფერი არ არის, ეს პროცესები აბსოლუტურად ბუნებრივია დედამიწისთვის, კოსმოსისთვის, ჩვენთვისაც, მაგრამ ამ ყველაფრის გამოყენება ჩვენ სასარგებლოდ უნდა ვისწავლოთ და მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ამ პერიოდში არის ნეგატიური ზემოქმედებებისგან განთავისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით და ძალიან სასარგებლოა თუ ჩვენ მივიღებთ სხვადასხვა ამ შემთხვევაში მეთოდებს, ჰიგიენურ ნორმებს, ჩვენი საცხოვრებელი სახლისთვის თუ პირადი გაუმჯობესებისთვის და პირველ რიგში ძალიან კარგი იქნება ამ პერიოდში პროცედურები, რომელიც ენერგეტიკულ განვითარებას, ენერგეტიკულ განახლებას ხელს შეუწყობს, შეიძლება ეს იყოს მარილწყალი ან სპეციალურად ნაკურთხი წყლით მოახერხოთ გამბანა და ჩვენი ამ ენერგეტიკულ განწმენ და განვითარებას ხელი შეუწყოთ, გავთავისუფლდეთ იმ სიმძიმეებისგან უკვე ჩვენ თვითონ, რომ ამ ყველაფერმა ნეგატივი არ გამოიწვიოს მომავალში. განწმენდა ხდება შემდეგნაირად, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ყველა ის ნეგატიური ემოციები, ფიქრები, განცდები, შიშები, რომელიც გვეც ცნობიერიდან ამოდის, გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი ქაღალდზე, გადმოვიტანოთ ფურცელზე, დავიხარჯოთ აი ამ ნეგატიური ემოციებისგან და შემდეგ ეს ყველაფერი გავანადგუროთ, ეს ემოციურად ძალიან კარგად მოქმედებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ პერიოდში ძალიან ისეთ გავლენას ახდენს, ეს არის ჩვენი შინაგანი ემოციები, რომელიც არა ბუნებრივი შეიძლება მოგვეჩვენოს და სურვილები, ამიტომაც განსაკუთრებული სიახლეების დაწყება, საქმეების წამოწყება, შეძენა გარკვეული ნივთების მათ შორის ძვირფასი ნივთების ან თუნდაც ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ეხება თქვენს კარიერას, პირად ურთიერთობებს, მაქსიმალურად ამ ყველაფრისგან თავი უნდა შეიკავოთ, იმიტომ რომ გადაწყვეტილებები ამ პერიოდში ხშირ შემთხვევაში არასწორი აღმოჩნდება საომალოდ თქვენი იმპულსები, რომელიც ქვეცნობიერიდან მოდის, შეიძლება არ იყოს მაინდა-მაინც სწორი. რაც შეეხება პირად პარტნიორულ სასიყვარულო ურთიერთობებს, ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი ენერგია, რომელიც სამყაროში მოქმედებს, ართულებს პარტნიორულ სასიყვარულო ურთიერთობებს და გაგებას, ურთიერთმიღებას და პრობლემების აღმოჩენაზე უფრო არის კონცენტრირებული. ამიტომ ეცადეთ, რომ პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით იყოთ წინდახედული, მოფრთხილებული და არ წამოიწყოთ ისეთი კონფლიქტები, რომელსაც შეიძლება ძაფრი განვითარება ჰქონდეს სამომავლოდ, იმიტომ რომ ამ ყველაფერმა შეიძლება ძალიან ნეგატიურად იმოქმედოს თქვენს არსებულ ურთიერთობებზე, ხოლო მათ, ვისაც ჯერ არ ყავთ მეორე ნახევარი და ამის სურვილი აქვს, შეიძლება მოხდეს პარტნიორული ურთიერთობების წმენდა წარსულში, ანუ ყველა ის პარტნიორი, რომელიც ყავდა და მათთან ნეგატიური გამოცდილება გვაქვს ურთიერთობის დასასრული, შეგვიძლია გადმოვიტანოთ ასევე ფურცელზე, გავატანოთ წარსულს და ვთქვათ, რომ ჩვენ თავისუფლდებით იმ გამოცდილებისგან, იმ ნეგატივისგან, რომელიც ხელი შემშლელი არის, რომ პარტნიორული ახალი ურთიერთობები დავიწყოთ. ეს არის კვირის მთავარი ენერგია, მთავარი ძალა, ამიტომ ყველა ბედნიერი განცდებით, შინაგანი ჰარმონიით და ღიმილით უნდა შევხვდეთ. სამყარო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საკუთარი შინაგანი მდგომარეობა გარდავქმნათ და ეს ყველაფერი გამოიწვევს გარეთ ცვლილებებს. ჩვენ შემდეგ სამშაბათს ერთმანეთს კიდევ ერთხელ შევხვდებით.